შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების რიგითი წევრები არც კი ცდილობენ, რომ გაიმართლონ თავი იმ ორგანიზებულ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი რამდენიმე საათის წინ ჰქონდა დედაქალაქის ცენტრში. დღეს ქართული ოცნების წევრებს მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ყველაზე დიდი თავის ტკივილი ივანიშვილის გუნდისთვის ახლა სწორედ მელიქიშვილის პროტესტი არის. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული მომავლის მცველებს ტერიტორიას უსაზღვრავენ ქართულ ოცნებაში, ურჩევენ, რომ პროტესტი და საკუთარი სათქმელი რუსთაველის გამზირზე გამოხატონ და სხვაგან აღარ შეიკრიბონ, თუმცა რა თქმა უნდა ქართული ოცნების ეს მოწოდება არავისთვის არ არის მისაღები და დღესაც უკვე დაანონსებული არის, რომ მელიქიშვილის გამზირზე დიდი საპროტესტო აქცია იქნება. მანამდე კი რა გეგმა აქვთ ევროპული მომავლის მცველებს, ვიდრე მოუყვებით მაყურებელს, უნდა მოვესმეინოთ ქართული ოცნების წევრების განცხადებები, რომლებიც ვერ ხედავენ ორგანიზებულ ძალადობას იმ ქმედებებში, რომელსაც ადგილი სწორედ მათი მხარდამჭერების მხრიდან ჰქონდა. იქ ქალები არ იდგნენ, ის იქნებ პროვოკატორი ხაჯები, რომლებიც იწევლებიან, ლანძღავენ, უშვერი სიტყვებით იგინებიან და ამაზე შემდეგ არის პასუხი. თქვენ გაქვთ გამოყოფილი თქვენი ადგილი, შესაძლებლობა რომ გამოხატოთ თქვენი რა ვიცი, თქვენი წუხილები თუ ასე შემდეგ, მთელი თვეებია უკვე დგახართ. ვინმე ხელი შეგიშალათ? უკვე იმდენად გათავხედით, რომ მართველი პარტიის ოფისთან მოდიხარ, მე რამდენი დღეა. გამოვა რომელიმე ელჩი და რამე სიტყვის ჩვენი პარტიის მისამართი და 10 მაქვს ვეთქვით მათი უნამოსობის შესახებ. ჩამოგენგრა თქვენი არასწორი პოლიტიკის გამო ევროკავშირი. აი თქვენი უნიათო პოლიტიკის გამო. და რუსეთი კიდე ძლევამოსილი გახდა კიდე უფრო მეტად, რომელიც უკვე ტერიტორიებს თხოვს და იქით კარნახობს. იმიტომ რომ თქვენ ხართ უნამუსოები, არაკომპეტენტურები, ლაჩრები ხართ. უნდა დააკავონ ყველა ეს ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ პროვოკაციები მოაწყოს და ხატია. შენ ძალიან კარგად იცი რა პროვოკაციებს აწყობს ნაციონალური მოძრაობა მთელი ეს 4 წელი. თქვენმა მხარდამჭერებმა დაიწყეს. თქვენმა ქალბატონმა რისი უნდა შემრცხვას? კადრები ნახეთ? კადრები ნახეთ? რა არის აქ? თქვენი ოფისიდან გამოვარდნენ ადამიანები, ქალბატონომაია. შემიძლია გაჩვენოთ. ყველა მოძრაობას პასუხი გაეცემა, მაგრამ თავი დაანებონ პროვოკაციებს და დესტაბილიზაციის გამოწვევას. საკუთარ შტაბთან ვინ მოაწყო გუშინ პროვოკაცია? ნახეთ ჩვენ უმსგავსოება, ესეთი რამე ნამდვილად. ხალებს ვინცემ და ალბათ ხალები რომ ესეთ სიტყვებს იძახდნენ და ესე კაცი რო ხალხს ხელს დაარტყამს, ამას როგორ შეაფასებთ? ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი, მაგრამ დანაშაული არის და უნდა დააკავონ თუ არა ეს ადამიანი. მზია ამაღლობელი და ამის გამოზის ციხეში და გუში რო ქართული ოცნების მხარ ამის გამოზის და სახეში რო დაარტყა ხელი არ უნდა დაისაჯოს ის ადამიანი? მზია ამაღლობელი თავდადებით და იმას პოლიციის თანამშრომელს დაარტყა ხელი. და მე რას ნიშნავს? ანუ პოლიციას თუ ხელს დაარტყა დანაშაულია და ქალს რო ხელს დაარტყავ დანაშაული არ არის? ის რაც ქართული ოცნებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, ოპოზიციისთვის ორგანიზებული ძალადობა, პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველა მოძალადეს კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგებაში მიცემა. ქალს რო და გოგოს რო კაცი ხელს დაარტყავ. ის არც ქართველია, არც კაცია, ის არის აი ფარჩაკი არის. იმაზე უფრო ფსკერი არ არსებობს. ხო და ასე როდის იქცევიან, როცა არაფერი სათქმელი ხალხთან არ აქვთ. როცა არიან აგონიაში და როცა არიან აბსოლუტურ კრიზისში, მეტი მუშტების ვიღაცა კუნთმაგარი დებილების და არაკაცების და არარაობების გამოყვანის გარდა არაფერი არ შეგიძლია, ესე იგი აბსოლუტურად გაკონტრებული ხარ და კალძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირება არის პირდაპირ დაგეგმილი დანაშაულებრივი აქტი, რომელიც ორგანიზატორიც არის კალაძე და ანტიქართული ოცნება, რომელთა მიზანიც არის მხოლოდ ერთი, ის რომ თითქოს და საზოგადოებაში დანერგონ შიში, რომ კრიმინალები, ბანდები, ტიტუშკები არიან მათ მხარეს. ამ ყოველთვის დამგეგმავი და აღმსრულებელი იყო ქართული ოცნება, შესაბამისად არც გვაქვს არავის იმედი, რომ ვინმეს დააკავებენ ახლა მანამ სამ ქართული ოცნებას აქვს მიტაცებული ძალაუფლება, ოღონდ ერთი და მთავარი რაც ყოველს უნდა ახსოვდეს, ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი არის ერთგვარი ონლაინ არქივი, ამიტომ ყველა სახელები და გვარები ინახება სინამდვილეში, ყველა ფაქტი ინახება და საბოლოო ჯამში ყველა წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე.
ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება თავისუფლების მოედანმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გააკეთა. ლევან ცუცქირიძე და მისი გუნდის წევრები საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ და ახსენებენ პოლიციას რა არის მათი მოვალეობა. როგორც ლევან ცუცქირიძის გუნდის წევრები აცხადებენ, პოლიციელების ვალდებულება არის საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვან განურჩეულად ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. მოვედით აქ იმისთვის, რომ შევახსენოთ მათ, რომ ისინი ანგარიშვალდებული ჩვენთანაც არიან, არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან. ამიტომ ახლა დავტოვებთ ოფიციალურ მოთხოვნას, რომ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი შეხვდეს და გვითხრას, რის გაკეთებას აპირებენ იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები აი ესეთი ბანდიტური თავდასხმებისგან. მოვედით აქ, რომ შევახსენოთ პოლიციას ის, რომ მათაც ყველაფერი უნდა გააკეთონ, არა მხოლოდ იმისთვის, რომ დღეს არ შედგეს სამოქალაქო დაპირისპირება, არამედ შეინარჩუნონ ის რეპუტაცია, რაც ძალიან შელახულია, იმის გამო, რომ პოლიციას ბრძანებებს აძლევს არალეგიტიმური ხელისუფლება და პარტია. ეს იყო ის შეფასებები, რომელიც ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ძალადობის საქმესთან დაკავშირებით გაკეთდა. დღეს ევროპული მომავლის მცველები კვლავ შეიკრიბებიან ზუსტად 7 საათზე ფილარმონიასთან. ისინი უკვე ტრადიციულად გაჩერდებიან მელიქიშვილის გამზირზე, საკუთარ სათქმელს გააჟღერებენ და ბოლოს კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.